მაყურებლებს. მოკლედ, ჩემი პასუხი არის ესეთი. მე, როდესაც მამა მიქაელმა მომწერა, მე აუხსენი და ჩემი მოკლე შინაარს ვიტყვი რა უთხარი მე, რომ მე კომისიაზე რომ მოვიდე, თქვენი დამახვედრებთ ამ ჩემი სატელევიზიო იმიდან ამონაწერებს, რადგან თვითონ მითხრა რომ სატელევიზიო გამოსვლებიო, დღეს დაწერეს ქადაგებები და სატელევიზიო გამოსვლები, მე ძალიან ბევრი ქადაგება მაქვს და ასევე სატელევიზიო გამოსვლებიც დაგროვდა და ამიტომ მე არ მახსოვს ყველაფერი შეუძლებელია რომ მახსოვდეს, ამიტომ რაზეც გაქვს პრეტენზია მომმართეთ წერილობით. ეს რო უთხარი, მამა მიქაელმა მომწერა მესიჯობდით, პოტკოველმა მომწერა ვერ გავიგეო. თუ ვერ გაიგე მამაო, მაშინ გავახმოვანებ და იქნებ გახმოვანებული გაიგოთ. მამა ანდრიამაც ვერ გაიგო. იმიტომ რომ დღეს ჩემი მოთხოვნა იქ არ უთქვამთ. არ წერიას მე რა მოვითხოვე, არ მოვიდაო, მაგრამ რატო არ მივედი და რა მოთხოვნა მქონდა, ეს არ უთქვამთ. ამიტომ მე ეხლა იქ მამა ლონგინოზი ახსენეთ თქვენ, ეს კაცი ეს მამაო არის ძალიან კომპეტენტური, ვიცნობ და მაგის ცოდნაში, კანონიკის ცოდნაში ეჭვი არ მეპარება, ნამდვილად იცის და მას მინდა მიმართო. რომ მე ვითხოვ წერილობით და გაგცემთ წერილობით პასუხს. ეს არის ეკლესიის ოდითგანვე ტრადიცია და ამათ ახლა რაღაცაზე პასუხი რომ მომთხოვონ, რაც მე არ მახსოვს, ეგ არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება, მაგრამ ესენი როგორ არის, რასაც თვითონ ითხოვენ, ის უნდა გააკეთო. და რასაც მე ვითხოვ, ეს საერთოდ, აი დღეს რა გააკეთეს, რომ მე თურმე ზნეობრივი გადაცდომა მაქვს, აი რაში? მე ვითხოვ, რაში მაქვს ეს ზნეობრივი გადაცდომა? კონკრეტულად დამიწერეთ. ან კიდევ თურმე სინოდის მღვდელმსახურს შეურაცხყოფა მივაყენე, აი ვის? ცილისწამება შეურაცხყოფა. აი ცილისწამება რომელი იყო? მე როცა ვამბობ რომ ანდრია ჯაღმაიძემ, მამა ანდრიამ ცილი დამწამა, მე ვამბობ რასად დამწამა? იმედის ეთერში ესე თქვა მამა დოროთე, ფორმულა ტევ პირველი, ნუ ძალადობთ. და ამას ეუბნება მთავრობას, რომ მე ვარ მოძალადე და თუ თქვენ გინდათ იმ შენობაში შევარდნა, არ არის ეს კაი საქმე, მაგრამ შედით ბატონო, ოღონდ უჩვენოთ. ესე იგი, მთავრობას უთხრა, რომ მე მინდოდა პრეზიდენტის სასახლეში შევარდა, მღვდელმა ცილი დამწავა მიუხედავად იმისა, მას აქ ჩემი გამოსვლები და მე ვიძახი ხალხი გადავარჩინე. და თურმე ეს მთავრობას ეუბნება, რომ აჰა, ჩვენ ცილი დავწამე, ანუ ჩვენ თქვით, რომ ეს მოძალადეა და თქვენ შეგიძლიათ დაიჭიროთ. ესაა ცილის წამება. ამიტომ მე სად დავწამე ცილი, ის რატო არ მიაწერეს? ეს ერთი. მამა ლონგინოს მიმართავ კიდევ. მე ვთქვი, რომ მამა ანდრია ჯაღმაიძემ მე მითხრა, შემპირდა, როცა მე მას მოვთხოვე პასუხი, რატო არ დაიბარეს მეუფე სტეფანე, როცა ის მე პიროვნულ შეურაცხყოფასაც მაყენებს უსინდისოს მეძახის, მე არავისთვის არ დამიძახია უსინდისო. ეგრეთ წოდებულ არქიმანდრიტს მეძახის, რომლის უფლება არ აქვს, მე პატრიარქის არქიმანდრიტი ვარ და მას არ აქვს უფლება ჩემს არქიმანდრიტობაში ეჭვი შეიტანოს. წვალებელს მეძახის და შეურაცხყოფას მაყენებს. და ამავდროულად თვითონ ქადაგებს წვალებლობას. მამა ანდრია მითხრა, რომ ამას სინოდზე გაიტანდნენ. ეხლა მე რო დამიბარეს, მე უთხარი, სანამ სინოდზე ამას არ გაიტანთ, მე არც ერთ კომისიაზე არ მოვა, იმიტომ რომ ეკლესია იგმობა, მაგრამ ამათვის როგორ არის, მისაკუთრებული აქვს ეკლესია, როგორც თვითონ მიაჩნიან, ისე უნდა განაგონ. თავისთავად ძალიან ნათელია მამა დოროთე, რომ თქვენი საჯარო განცხადებების აკრძალვა არის გადაწყვეტილი. ყოველ შემთხვევაში აი იგივე იმ განცხადებაში, გადაწყვეტილებაში, რაც მე ახლა მაყურებელს გავაცანი, ეს თავისუფლად იკითხება. მოკლედ, სადად ითქვეს კიდეც, რომ თქვენი საჯარო განცხადებები და აი თქვენ საუბრობთ ახლა იმაზე, რომ მოითხოვეთ კონკრეტულად რომელი ქადაგებები, რომელი განცხადებები ეს. ანუ ეს არის აღიქვამთ რეპრესია თქვენს წინააღმდეგ, თქვენი ღია პოზიციის გამო და შემდეგ სხვებთანაც ანალოგიური კითხვა. დაკვეთა მთავრობიდან.
ყველა გაჩუმდა, როცა მე ბიძინა ივანიშვილზე ვთქვი, რომ პატრიარქი შეურაცხო, არც ერთი არ იცავს. თურმე მე ვარ წილიმწამებელი? როდის შეურაცხო? როცა თქვა, რომ პატრიარქსაც ეშლება და იქ ძალიან ცუდი რაღაცები ხდება ეკლესიაში და აი ეს ჩვენ უნდა ვთქვათ ხმამაღლა. თუ ცუდი რაღაცა ხდება და ეს არის კანონდარღვევა, უნდა დაიჭიროს ნებისმიერი ეპისკოპოსი. თუ ეს არის რაღაცა პირადი ცხოვრებები, მაშინ პრემიერ-მინისტრს ვინ ეკითხება ეკლესიის მღვდელი იქ რა გააკეთა პირად ცხოვრებაში? აი ვინ ეკითხება? ამიტომ ეს იყო პირდაპირი ჩარევა. პირდაპირი ჩარევა პატრიარქით კი არა, მთელი ეკლესიის და მე კრებსები გამოუქვეყნა. აი ეს კრებსები რო გამოუქვეყნა ეს ხალხი დღეს ბიძინას აქებს, კობახიძე ხელზე კოცნის პატრიარქს. არ ვიცი შეიძლება მისგან რაღაც კურთხევა ქონდათ იქ ახლა დღეს შეიძლება შემთხვევითი იყო, მაგრამ ცოტა რაღაცა ეჭვმეპარება და რა თქმა უნდა კობახიძეს არ მოეწონებოდა მე მის მამა მარჩინელზე რომ რაღაცა სიტყვა ვთქვი. მე გაჩუმებას არ ვაპირებ. გაჩუმებას კი არა, არც კომისიაში მისვლას ვაპირებ. არც მეორედ არ მიხო. არც მეხუთედ. სანამ ესენი მე მამა ანდრიას საჯაროდ ვაცხადებ. მამა ანდრიას უნდა განეცხადებინა ის რომ წვალებობა ვრცელდება მეუფეშიოსთვის და იმ მეუფისთვის რომელიც იქ იყო მეორე მამა თეოდორე, მეუფე თეოდორე, მათთვის უნდა ეთქვათ რომ მე ვითხოვ სინოდს. მათ ნათქვამი დარწმუნებული ვარ აქვთ. ესე იგი გამოდის რომ მეუფეშიოს დროს მისი მოსაყრობის დროს საქართველოში ქრისტე იგმობა და არაინტერესებდა თურმე ჩემმა სატელევიზიო გამოსვლებმა შეაწუხა. ხო, ეს ძალიან ადვილად იკითხება თქვენს მიერ გაკეთებული განცხადებები არის ის მიზეზი, ან იგივე სატელევიზიო გამოსვლები, ან გნებავთ ქადაგებები, რომელიც არაერთხელ სხვა შორის ჩვენს გაგვიშუქებია, გახდა ამ ყველაფრის მიზეზი. მოდით სხვა სტუმრებსაც დაუსვავ კითხვას, აი არქიმანდრიტ შიოს ვკითხავ მაგალითად